მე მინახავს დაწყვეტილი ძუძუს კიბოჭიები, რომ მივედი და ავხადე, აი ფეხსახსრიანის განვითარების ეტაპები რაც ვიცით ჩვენ, ხო, დაწყებული ჭუპრიდან დამთავრებული ზრდასრულ ფეხსახსრიანამდე გულისხმობ ის მე აღმოვაჩინე დაწყვეტილ ძუძუში. და რატომ ეშინიათ ქალებს ყველაზე მეტად ძუძუს კიბოს? კაცებშიც ხო არსებობს ძუძუს კიბო. ერთი ასთან. ხო, და კაცებში ბევრად უფრო აგრესიულად შეიძლება მიმდინარეობდეს ძუძუს კიბო, ვიდრე ქალებში. გაკეთებდა კაცის ძუძუ? ძალიან ბევრი. და ძალიან აგრესიულია. ძალიან ბევრი მამაკაც ვერც კი წარმოუდგენია, არც კი იცის, არც კი გაუგონია. რომ შეიძლება იყოს მამაკაცში ძუძუს კიბო. ყველაზე პატარა ასაკით პაციენტი ქალი რამხელა ყოლია ძუძუს კიბო. 15 წლის. კიბო არსებობდა ადამიანის არსებობასთან ერთად. ის შეიძლება დაიბადა ადამიანის დაბადებასთან ერთად. გამარჯობა, დღეს პარასკევის დღეა და ეთერშია ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი ექიმი მიკროფონთან და დღეს ვისაუბრებ ძალიან საინტერესო თემაზე. ეს არის თემა, რომელიც კვლევების მიხედვით ქალებს ძალიან აშინებს და დაავადებას ქვია ძუძუს კიბო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრად უფრო აგრესიული და რთულად მიმდინარე კიბო არსებობს, მაინც ყველაზე მეტად ქალებს კვლევების თანახმად ეშინიათ ძუძუს კიბოს. და მე დღეს მინდა დიდი სიამოვნებით წარმოგიდგინოთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ვიანის ონკობორდის წევრი და კარაფს მედლაინის ონკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, ქირურგი, მამოლოგი ირაკლი კოხრეიძე. ირაკლი, მადლობა, დიდი რომ მოხვედი. გელოდი დიდი ხანია. ხო, მოდი პირდაპირ ესე კიბოს და ონკოლოგიას რო არ მივახდეთ, ჩვენ მსმენელს და მაყურებელს ვეთქვი, რომ ჩვენ ვიყავით კლასელები. სწავლობდით ერთ უნივერსიტეტში, უბრალოდ ჩვენ ექსტერნად ჩააბარე ერთი წელი და ერთი წლით ადრე ჩააბარე, მე ერთი წლის გვიან შემოვედი შენსავე უნივერსიტეტში და ჩემი შეგრძნებები მინდა გითხრა ბავშვობაში რას ფიქრობდი შენზე, ხო გაინტერესებს? იყავი ძალიან მიზანდახასახული ტიპი, აი ძალიან მიზანდასახული და სწავლობდი ძალიან მაგრად. მაგრამ აი ამ კარგად სწავლის მიუხედავად ნერდი ტიპი არ იყავი რა. აი იქაც იყავი სოციალური კარგი უნარები გქონდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ყოველთვის აი კეთილი შურით რაღაცით ობიექტურად რო გითხრა შურდა შენი, იმიტომ რომ აი ამ მართლა ეგეთი ტიპი იყავი რა, აი კარგადაც სწავლობდი, იქაც იდექი, ერთობოდი კიდევაც და ეს ძალიან კარგი უნარია რა, იმიტომ რომ ამის შეთავსება და ყოველთვის იყავი ძალიან მიზანდასახული და დრაივიანი. დიდი მადლობა გიორგი. შეფასებისთვის. არა, ეგრე იყო რა, იმიტომ რომ ცალკე მინდა დავამატო აქ რომ ფანტასტიკური დედის ფანტასტიკური შვილი ბრძანდები და დედამ ბევრი ონკოლოგი გაზარდა, ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში და ერთ-ერთი მეც ვიყავი. შემასწავლა და შემოყვარა სისტემური მკურნალობა, ანუ ქიმიოთერაპიას უძახიან. კაი, შენ დრაივზე ვსაუბრობდით ბავშვობის დრაივზე და დღესაც ასეთი დრაივიანი ხარ, ანუ აი ასეთი მიზანსწრაფული და მიზანდასახული ხარ დღესაც, რომ აი მაშინ რო გაკურდებოდი რა მიზანსაც დაისახავდი, ყველაფერს ძალიან ესეთი ეტაპობრივად ყველაფერს აღწევდი ხომ. დღესაც ეს ხარ თუ უფრო ტემპი დააგდე? არა, იცით რა არის, გიორგი, მე ვფიქრობ, რომ დიდი მიზნების მიღწევა შესაძლებელია პატარა ნაბიჯებით, რა. და ამ დიდი მიზნების მისაღწევად პატარა ნაბიჯების ყოველდღიური გადადგმა არის მნიშვნელოვანი. გერმანელებს აქვთ ასეთი კარგი გამონათქვამი, სადღაც მოვისმინეთ თუ ამოვიკითხე, Arbeiten und Disziplinen. ხო, იმუშავე დისციპლინა, ხო. ხო, აი ეს ორი ძირითადი საკითხი, რომელიც თქვათ მუდმივად უნდა ახლდეს ადამიანს, მე ვფიქრობ, რომ არის მნიშვნელოვანი ბევრი წარმატების მიზეზი. თუმცა ეხა Arbeitenზე გამახსენდა საკონცენტრაციო ბანაკებში გერმანელების იყო ესეთი სლოგანი Arbeit macht frei. ანუ შრომა ათავისუფლებს ადამიანებს, რომლებიც აი იმ ტყვეებისთვის იყოს სწორედ. ნუ ჩვენ ვისაუბრობთ დისციპლინა. ხო, ძალიან ბევრ შრომასთან ერთად რაღაცა გჭირდება, რომ ცხოვრებაც დაიტოვო, ბუნებრივია, ხო? ერთ მნიშვნელოვნად ეს ასეა. კეთილი, ეხლა პოდკასტის დაწყების წინ ვახსენე ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი კიბო არსებობს და ბევრად უფრო აგრესიულად მიმდინარე ავთვისებიანი სიმსივნეები, ქალების უმეტესობას ეს კვლევა დაახლოებით 2019 წელს ჩატარდა ძალიან დიდ
პოპულაციაში, რო ეკითხებოდნენ რომელი კიბოსი გეშინია, ისინი ამბობდნენ რომ ეშინიათ ძუძუს კიბოსი. ხო, მე მესმის რომ არის ძუძუ ქალის იდენტობის ერთ-ერთი გამსაზღვრელი ორგანო. მაგრამ თუ ის ნაადრევ სტადიაზე აღმოვაჩინეთ, ხო, ძუძუს კიბოსია საუბარი, ხო? ადამიანი სრულად გამოჯანმრთელდება უმეტეს შემთხვევაში 100%-ით ის შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში არაფერი არ დაემართოს. აი რატო ფიქრობ, აი რა შლეიფი დასდევს ძუძუს კიბოს და რატომ ეშინიათ ქალებს ყველაზე მეტად ძუძუს კიბოსი? ნუ ერთმნიშვნელოვნად დავიწყოთ იქიდან რომ ძუძუს კიბო ყოველთვის იყო ასოცირებული მასტექტომიასთან, ანუ ძუძუს დაკარგვასთან. ხო, ძველი ყაიდის ონკოლოგებს ძალიან უყვარდათ ხოლმე, როგორც კი ისმებოდა ეს დიაგნოზი, მთლიან ჩვენ რო აი ეხლა წავიკითხოთ მაგალითად 50-იანი 60-იანი წლების საოპერაციო ჟურნალები, თქვათ, განვითარებული ქვეყნების, იქ ცალსახად არის, თქვათ, ყველა ოპერაცია, რომელიც იყო, თქვათ, კიბოს გამო, ეს იყო ოპერაცია, რომელიც ტარდებოდა მასტექტომიით. და საერთოდ ქალებმა არც კი იცოდნენ საოპერაციო თეატრიდან, ასე არის აღწერილი, ცოტა ის ლამაზად ხატოვნად გამოვიდოდნენ თუ არა ორივე სარძევე ჯირკვლით. ანუ ნებისმიერი განზომილებული წარმონაქმნი, რომელიც იყო ავთვისებიანი სიმსივნე, ის აუცილებლად საჭიროებდა მასტექტომიას. ეს ერთი, მეორე, ის რომ მასტექტომიის შემდეგ სამწუხაროდ იყო სტიგმატიზაცია ძალიან დიდი. ესეთი ქალები ვეღარ უბრუნდებოდნენ თავიანთ ნორმალურ ცხოვრებას, ოჯახურ ცხოვრებას, სოციალურს. სამწუხარო ამბავი იყო ის, რომ ამ მასტექტომიების დროს ხდებოდა მნიშვნელოვანწილად ზედაკიდურის ფუნქციის დარღვევა, ლიმფოსტაზი ვითარდებოდა და ესეც აუხსნათ მაყურებელს, რომ ოდესაც ჭრიდი იღლიაც ჩვენ რომ გავყვეთ საერთოდ ძუძუს კიბოს გამო ქირურგიული მკურნალობის ისტორიას, ჩვენ აღმოვაჩენთ ფანტასტიკურ რაღაცა ეტაპებს. აი აბსოლუტური ბარბაროსობიდან სრული უცოდინარობიდან და ესეთი ემპირიული დაკვირვებებიდან მაღალ ტექნოლოგიურ ერამდე, რაც ახლა დღეს გვაქვს მაგალითად ძუძუს ქირურგიაში და დღეს ჩვენ ვცდილობთ რომ მაგალითად იგივე ეს ოპერაციები შევასრულოთ, შეიძლება რობოტით, შეიძლება შევასრულოთ ენდოსკოპიურად, ვიყენებთ ახალ მეთოდიკას, ბევრს, ნუ ორგანოშემანარჩუნებელ ოპერაციებზე ხო საერთოდ საუბარი არ არის. ეს იყო მეორე ძირითადი მიზეზი. მესამე, რა თქმა უნდა, იმ პერიოდში დაავადება ვლინდებოდა საკმაოდ გვიან სტადიას, რის გამოც სიცოცხლის საერთო ხანგრძლივობა იყო ძალიან დაბალი და ძუძუს კიბო ასოცირებული იყო სიკვდილობის მაღალ მაჩვენებთან. თან მედიკამენტოზური მკურნალობაც მაშინ ბევრად უფრო რთულად გადასატანი იყო, ხო? აი ქიმიოთერაპიას რასაც ვეძახით, ხო? იმიტომ რომ მაშინ ხო ის დამცავი ფუნქციები, დამცავი პრემედიკაცია არ ხდებოდა, პირდაპირ ვენაში შეყავდათ ეს სწავლები და ნუ ძალიან რთულად გადასატანი. ნუ ახლა მკურნალობის მეთოდებმა განიცადა რევოლუციური ცვლილებები, არა ევოლუციური, არამედ რევოლუციური ცვლილებები და ეს რევოლუციური ცვლილებები დღეს საბოლოო ჯამში პოვებს ადგილს იმ ახალი მეთოდების დანერგვას, რასაც იმუნოთერაპია ქვია, ჰორმონოთერაპია ქვია და სხვა. კარგი, ირაკლი, აი, როდესაც საუბრობთ ჩვენ, რომ ძუძუს კიბოს დროს ადრე ხდებოდა რადიკალური მასტექტომია, ხო? ანუ ძუძუს თლიანი მოკვეთა თავისი იღლიით, ხო? და დღეს ეს მეთოდები დაიხვეწა და თუ შესაძლებლობა არის, საერთოდ მხოლოდ იმ დაზიანებულ უბანი გამოგაქვს, ირგვლივ მდებარე თუ არის დაზიანებული ლიმფური კვანტები. აი როგორ ხომ შეიძლება ვერ დაინახო და დაგრჩეს რაღაც ლიმფური კვანძი, ვთქვათ, აი ძველად ეს ხომ უფრო არ იყო თავის დაზღვა, აი როგორ ხდება ვიზუალიზაცია სიმსივნურად გადაგვარებული ლიმფური კვანძისა? ჯერ გიორგი, მოდით დავიწყოთ თავიდან. პირველ რიგში პატარა ისტორიული ექსკურსი რო გავაკეთოთ, საერთოდ თანამედროვე მამოლოგიაში, მასტოლოგიაში ასე ითვლება, რომ უილიამ სტიუარტ ჰოლსტედი, ასეთი არაჩვეულებრივი განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული და ძალიან ტრაგიკული ისტორიის მქონე ადამიანი იყო მამამთავარი ძუძუს მამოლოგიის, მოდით ასე ვთქვა და არა მარტო ის, მან შეიმუშავა სხვა ბევრი ძალიან საინტერესო ოპერაციები და ოპერაციული ტექნიკა, მაგრამ მისი ოპერაციები რა იყო? მისი ოპერაციები იყო სარძევი ჯირკვლის ამპუტაცია, მკერდის დიდი და მცირე კუნთების მოცილება, იღლის, ბეჭქვეშა, ლავიწქვეშა ლიმფური კვანძების მოცილება და მინდა გითხრა, რომ ტერმინი რადიკალური
რომელიც Z-სართავიდან Radix მოდის, ხო, სწორედ უილიამ სტიუარტ ჰოლსტედის მიერ არის მოწოდებული. რატო? მან ძალიან ჭკვიანი კაცი იყო, ტრაგიკული ისტორიით ვიმეორებ. მან შეისწავლა მე-20 საუკუნის, მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩატარებული ოპერაციების შორეული შედეგები და აღმოაჩინა, რომ დაავადება მეორდებოდა, ანუ რეციდივი ვითარდებოდა მასტექტომიის ადგილას. Post-operațiul ნაწიბურის მიდამოში არ მიმდებარე და მან ჩათვალა რომ იმ პერიოდის ქირურგები რაღაცას სწორედ ვერ აკეთებდნენ ანუ არ აცილებდნენ ადეკვატურ რაოდენობას ქსოვილებისა ისე რომ დარჩებოდა ქალის ორგანიზმში ეგრეთ წოდებული უხილავი კიბოს ფეხები აი მოდი ხო კიბო ჭხალას აიდან წამოვიდა თვითონ ეს ტერმინი ხო იმიტომ რომ ძუძუს კიბოდან წამოვიდა იმიტომ რომ ცენტრი წააგავდა კიბოს სხეულს ხოლო გაფართოებულია ეს ვენები რომელიც ძუძუს გავრცელებული სიმსივნის დროს არის ხოლმე გავს მის და ჰიპერემიულია და წითელი ფერი აქვს და კიბორჩხალას გავს და კიბოც აქედან დაეწყო და ეს ძუძუს კიბოს მაგალითზე დაეწყო ხო და ამიტომ მან ჩათვალა რომ რაღაცა არასწორად კეთდებოდა ცოტა ქსოვილის მოცილება ხდებოდა მოგვალწოდა მიუხედავად იმისა რომ მანამდეც სხვა ქირურგები მკერდის დიდი და მცირე კუნთების მოცილებას ახორციელებდნენ რა მოხდა ამის შემდეგ ამის შემდეგ მოხდა რა პაციენტებს არ უჩნდებოდათ რეციდივი. ნუ ნაკლები იყო რეციდივის. და რა იყო მიზეზი? მაგრამ, რა თქმა უნდა, აი ეს მასშტაბი, დიდი ქირურგიული ჩარევის, მაგრამ ეს ადამიანები მაინც იღუპებოდნენ ძუძუს კიბოს პროგრესირებისგან. და ქირურგია შევიდა გარკვეულ ჩიხში. რა მოხდა? კეთდებოდა დიდი მასშტაბის ოპერაციები და საერთო გადარჩენადობის მაჩვენებელი იყო დაბალი. ეს პერიოდი გაგრძელდა დაახლოებით 30-40 წელი, შემდეგ სხვა ქირურგები ცდილობდნენ რომ შეენარჩუნებინათ მაგალითად მკერდის დიდი კუნთი და მკერდის მცირე კუნთი ამოეკვეთათ მხოლოდ რომ იღლის ლიმფური კვანძები ამოეღო, მერე მკერდის დიდი და მკერდის მცირე კუნთების შენარჩუნება. ეს მივიდა იქამდე რომ 70-იანი წლების ბოლოს პროფესორმა უმბერტო ვერონეზიმ იტალიაში და ცალკე კიდევ ბერნარდ ფიშერმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაინიცირეს მასშტაბური რანდომიზირებული კლინიკური კვლევები, სადაც შედარებული იყო ორგანოშემანარჩუნებელი ან დაზოგვითი ქირურგიული ტაქტიკა მასტექტომიასთან შედარებით. და რა აღმოჩნდა? oi საოცრება. ძუძუს პირველი მეორე სტადიის სიმსივნის დროს ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაცია მასტექტომიის იდენტურია სიცოცხლის საერთო ხანგრძლივობის თვალსაზრისით. შესაბამისად, ქირურგიული ჩარევების მასშტაბის მინიმალიზაცია დაიწყო. და ეს მინიმალიზაცია მოხდა უსაფრთხო პირობებში, იმიტომ რომ ამას აფუძვლად ედო მასშტაბური რანდომიზირებული კლინიკური კვლევები. ეს ყველაფერი გასაგებია შევამცირეთ ქირურგიული ჩარევების მასშტაბის არძევეჯულ კვლევაზე, მაგრამ ეს არ ეხებოდა დიდი ხნის განმავლობაში იღლის ლიმფურ კვანძებს და სტანდარტად ითვლებოდა იღლის ბეჭქვეშა, ლავიცქვეშა ლიმფადენექტომიის ჩატარება, მაშინაც კი როდესაც იყო მეტასტაზი, ან არ იყო მეტასტაზი. ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია და კარგმა სპეციალისტებმა ასევე ევროპიდან გაიხსენეს რომ ასოს თავის კიბოს დროს და მელანომის დროს ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ნაცვლებიანი სიმსივნეა იცი შენ მელანომა ამ დროს გამოიყენებოდა ეგრეთ წოდებული მოსაზღვრე სასიგნალო სენტინელური ლიმფური კვანძის ვიზუალიზაციის მეთოდი რა შეყავდა სიმსივნის ირგვლივ საკონტრასტო ნივთიერება ეს საკონტრასტო ნივთიერება ლიმფური სადინრებით ვრცელდებოდა პირველი რიგის ლიმფურ კვანძებში და ღებავდა მათ. ვიზუალურად ეს ლიმფური კვანძები ჩანდა, ქირურგი ამოკვეთდა ამ ლიმფურ კვანძებს და თუ ამ ლიმფურ კვანძებში, ანუ მეტასტაზური უჯრედების გავრცელების გზა არ იყო მათი დაზიანება ვერიფიცირებული, სხვა ლიმფურ კვანძებში მეტასტაზური დაზიანების ალბათობა, რა თქმა უნდა, არის ძალიან დაბალი. შესაბამისად ეს მეთოდიკა გამოიყენეს იღლის მოსაზღვრე სასიგნალო ლიმფური კვანძების ვიზუალიზაციას. ანუ შეღებავდნენ მარტივად რომ ვთქვათ, იღებებოდნენ ნივთიერება, საღებავი დავარქვათ ხალხისთვის გასაგებია. ძალიან ადვილი მეთოდი იყო, მაგალითად მეთილენის ლურჯის ამის გამოყენება და ეს ლიმფური კვანძები ჩანდა ვიზუალურად.
მაგრამ ამ მეთოდსაც ახასიათებდა გარკვეული გვერდითი ეფექტები და განვითარდა მეცნიერება, მედიცინა, ბუნებრივია და გამოიყენეს რადიოკოლოიდი, ტექნეციუმი და აი ამ ტექნეციუმით მდიდარი, მოდი ასე ვთქვათ, ალბუმინი შეყავდათ და ეს ალბუმინიც ფანტასტიკურად ვრცელდებოდა ამ ლიმფური კვანძებისკენ და ეგრეთ წოდებულ hot spot, ანუ ცხელ კვანძებს ნახულობდნენ სპეციალური დეტექტორის მეშვეობით. დღეს აი კარაფს მედლაიაში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა აღმოვაჩინოთ ეს ლიმფური კვანძები სხვა მეთოდით, რომელსაც PO მეთოდი ქვია, სუპერპარამაგნიტ აიონიკ ოქსაიდ, რკინის ჰიპერპარამაგნიტური ოქსიდი, ეს ნივთიერება, რომელიც განსხვავებით თქვა ტექნეციუმისგან ის არ არის რადიოაქტიური ნივთიერება, შეყვავს ქალის არძევი ჯირკვალში ოპერაციამდე 24 საათი 48 საათით ადრე და ეს ნივთიერება ნაწილდება ლიმფურ კვანძებში. სპეციალური დეტექტორის მეშვეობით ვადგენთ მაგნეტიზაციის ხარისხს, რაც უფრო მაღალი მაგნეტიზაციის ხარისხი აქვს ლიმფურ კვანძს, მით უფრო მეტი ალბათობა რომ ის არის სენტინელი. ვიღებთ ამას, ვაგზავნით ასევე მორფოლოგიურ კვლევაზე და თუ იქ მეტასტაზური დაზიანება არ არის, ჩვენ ვინარჩუნებთ ლიმფურ კვანძებს. და პოზიტიური ემისიური ტომოგრაფია ამას ვერ აკეთებს. პოზიტიური ემისიური ტომოგრაფია, ანუ PET, ეფუძნება დიაგნოსტიკის აბსოლუტურად განსხვავებულ მეთოდს. კერძოდ, იქ არის უჯრედების მეტაბოლური მაღალი მეტაბოლური აქტივობის გამო ისინი ძალიან აქტიურად შთანთქავენ გლუკოზას და რადიოაქტიური ნივთიერების შემცველი გლუკოზა ხდება რა ამ უჯრედებში, ეს უჯრედები ნათდებიან. ეს სხვა დიაგნოსტიკური მეთოდია და სხვა დიაგნოსტიკური საშუალება. გასაგებია, ძალიან კარგია ეს მეთოდი, რომ არის კარაფს მედლაინში დანერგილი, იმიტომ რომ სწორედ როდესაც დამზოგველ ოპერაციებზე ვსაუბრობთ, ხომ ძალიან ბევრი ქალის ორგანო შენარჩუნდება, იქიდან გამომდინარე, რომ თუ მას არ აქვს, ხომ დაზიანებული ლიმფური კვანძების სიმსივნურად, მას ხელს არ მოკიდებ და უბრალოდ ამოიღებ იმ დაზიანებულ ადგილს. შენ როდესაც საუბრობდი რომ ხომ მათი ეხა დღეს შეიცვალა სიტუაცია, როდესაც პირდაპირ გიწევს შენ კომუნიკაცია პაციენტთან, რომელიც მოდის უკვე დადგენილი ძუძუსკიბოს დიაგნოზით, რომ ოპერაცია გასაკეთებელი, ან თუნდაც რადიკალური მასტექტომიაა ჩასატარებელი, როგორ იღებენ ამ ინფორმაციას ეს ადამიანები, ქალები, რამდენად რთულად იღებენ დღესთან იმ ეპოქაში ცხოვრობთ, სადაც რეკონსტრუქციული ქირურგია ძალიან განვითარებულია. ჩემ კლინიკაში ქირურგიული ოპერაციების 70% მოდის ონკოპლასტიკურ ორგანოშემანარჩუნებელ ოპერაციებს. თუმცა რჩება დაახლოებით 30% კონტინგენტისა, სადაც უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელია სარძევი ჯირკვლის შენარჩუნება. გარკვეული სამედიცინო ჩვენებების გამო. ხომ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ქალისთვის ასაკის მიუხედავად სარძევი ჯირკვლის დაკარგვა ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემაა. რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო მეტად ეს ფსიქოლოგიური დისტრესი თუ სტრესი, მოდი ასე ვთქვათ, გამოხატულია ახალგაზრდა ასაკში. თუმცა ყავს ისეთი ხალბატონები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ოღონდ ორივე მომაცილე არ მინდა, პოტენციური რისკი არ მინდა რომ მქონდეს, ასე შემდეგ ასე. სხვადასხვა ანჯელინა ჯოლი ცნობიერების ამაღლებაში ძალიან დიდი როლი შეასრულა, ხო? თუმცა AVN-ები საუბრობენ იმას, რომ მას ორმხრივ მასტექტომია არ გაუკეთებია და გაიკეთა მხოლოდ სალპინგო ოფორექტომია. AVN-ები. ანუ ამოიკვეთა გაქვს რამე ევიდენსი? არა, მე ვერ დავასახელებ წყაროს. ხო, არა. ხო და მაგრამ ნუ მოდი ასე ვთქვათ, კი awareness-ის უზარმაზარი როლი შეასრულა. თან გენეტიკური წინასწარ განწყობების კვლევებიც მას შემდეგ ახლა კითხულობდი მკვეთრად გაიზარდა მათი რაოდენობა მსოფლიოში. ხო, რა ძალიან მნიშვნელოვანია და რამაც ძალიან ბევრი ქალის სიცოცხლეც გადაარჩინა. ხო, ძუძუს რეკონსტრუქციაზე როდესაც საუბრობთ, ხომ, ეს ერთ პოზიციაზე შეიძლება გაკეთდეს თუ რაღაც დრო უნდა გავიდეს და აი ამის ტექნიკური ნაწილი მითხარი, ხომ? ანუ ქალი მოვიდა, მოდის შენთან, იკეთებს სიმსივნის მოკვეთას და ერთ იგივე დღესვე შეიძლება რეკონსტრუირება გაუკეთო შენ ძუძუსი? არა მარტო იმავე დღეს, არამედ იმავე მომენტში. იმავე მომენტში, ხო? კი, ანუ თუ თქვათ ქალს აქვს ჩასატარებელი მასტექტომია, არის იქ გარკვეული წინააღმდეგობა, რომელიც უკავშირდება მაგალითად სხიურ თერაპიას, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში პოსტოპერაციული სხიური თერაპია თუ ერთ მომენტად არის შესრულებული
დეფინიტიური საბოლოო იმპლანტით რეკონსტრუქცია გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული და ჩვენ ამას უხსნით, მაგრამ ერთ მომენტად შესაძლებელია სარძევი ჯირკვლის მოცულობის ფორმის ზომის აღდგენა, მეორეს ფორმის ზომის, ანუ სიმეტრია, კორექცია. აი თქვენს უკან გიორგი ხო, ვიტროვიანელი კაცია, ხო, ლეონარდო და ვინჩის, ხო? ეს არის ალბათ სიმეტრიის ეტალონი, ხო? სილამაზე რატომ მოგწონს ეს ნახატი? იმიტომ მოგწონს, რომ აქ არის აბსოლუტური სიმეტრია. ყველა ნაკვთი ექვემდებარება სიმეტრიულ ურთიერთკავშირს და თანაფარდობას. ადამიანის ტვინი მოწყობილია ისე, რომ ის აღიქვავს არა ფორმას პირველ რიგში და მოცულობას, არამედ თუ ეს არის წყვილი ორგანო, მათ ერთმანეთთან სიმეტრიულ დამოკიდებულებას. აი აქედან აღიქმევა სილამაზე. და აი მასიმეტრიალიზირებელი ოპერაციები ჩვენ შემთხვევაში ძალიან ხშირად ტარდება ხოლმე, როდესაც ვთქვათ მეორე სარძევი ჯირკვალი შეიძლება იყოს დიდი ზომის, აპირიქით პატარა ზომის და ჩვენ გვინდა რომ ვთქვათ მოცულობათა შორისი სხვაობა არ იყოს. რო არ მივიღოთ დეფორმაცია, ხო? ორგანოშემონარჩუნებელი ოპერაციების შემდეგ ეს ცალკე კიდევ დიდი საკითხია. იმიტომ რომ ორგანოშემონარჩუნებელ ოპერაციას თავისი შინაარსი რა აქვს ონკოლოგიურად ადეკვატურად შესრულებული ოპერაცია, რომ რეზექციის ხაზებში სიმსივნური უჯრედები არ იყოს და კოსმეტიკურად დამაკმაყოფილებელი ეფექტი. თუ შენ გახსოვს ონკოლოგიის ცენტრში ოპერაციები პაციენტების გარკვეული რაოდენობა და სხვა კლინიკებში, არა მარტო ონკოლოგიის ცენტრში, სხვა კლინიკებში, აი 90-იანებში ადრეული როგორი დეფექტები იყო პოსტოპერაციული. ეხლა თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით ნაოპერაციებ ძუძუში ქსოვილების გადანაცვლების ან ჩანაცვლების ტექნოლოგიით ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ აბსოლუტურად. საიდან იღებთ ძირითადად ამ ქსოვილებს ხოლმე? ეს დამოკიდებული. აი ძირითადად უფრო ხშირად მეტწილად ეს არის ადგილობრივი ქსოვილები, თუმცა შესაძლებელია კანკუნთოვანი ნაპლეთების გადატანა, კანკუნთოვანი ნაპლეთების გადატანა და კომბინაცია საპროთეზო საშუალებებთან ერთად, მარტო საპროთეზო საშუალებები, ანუ ძალიან ბევრი მეთოდია, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ. გასაგებია ხო ხა სიმეტრია დასხივება ახსენე ხო შენ რომ თუ სხივური თერაპია შემდგომში ჩასატარებელი ხო აი ეს ხელშემშლელია რეკონსტრუქციის ერთ პოზიციაზე ჩასატარებლად აი თქვათ არის ხომ რაღაცა ჰორმონოდამოკიდებული სიმსივნე არა ჰორმონო რომელსაც ჭირდება სხივური თერაპიის ჩატარება არა ნახეთ სხივური თერაპიის ჩატარება არის დაავადების გავრცელებაზე პაციენტის თავის ინდივიდუალური თავისებურების დაავადების გავრცელებაზე დამოკიდებული სტადიაზე დამოკიდებული ლიმფური კვანძების ზიანებაზე დამოკიდებული რეცეპტორულ სტატუს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. როდესაც სხივური თერაპია იგეგმება საბოლოო, მოდი ასე ვთქვა, დეფინიტიური იმპლანტის ჩადგმა გარკვეულწილად, გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული ამ იმპლანტის ამოვარდნის საშიშროების გამო. ამიტომ ჩვენ ვიყენებთ დროებით იმპლანტებს. ანუ ჩვენ ვდგავთ იმპლანტს, რომლის შევსება ხდება ფიზიოლოგიური ხსნარით. სხივურ თერაპიამდე სანამ გავაგზავნით ამ ხსნარით ჩვენ ვავსებთ იმპლანტს, შესაბამისად ექსპანსია ხდება ქსოვილების და მივიღებთ გარკვეულ მოცულობას მომავალში ამ ექსპანდერის გამოღების და საბოლოო დეფინიტიური იმპლანტის მოთავსების იმათილას. მივხვდით ხო რა ამ წინ ვიგდებთ, მოდი ასე ვთქვათ, საქმეს ვქმნით ადეკვატური რაოდენობის ქსოვილის მოცულობას იმისთვის რომ შემდეგ ჩაიგდას დეფინიტიური. რა კარგია რომ ესე განვითარდა ზოგადად მიმაჩნია რომ ონკოლოგია მედიცინის ის დარგია რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება როგორც მედიცინის ძალიან მძიმე დარგია. მძიმე დარგია და განვითარება სწრაფად განვითარებადი დარგიც არის როგორც ქირურგიული მიმართულებით, ისე მედიკამენტოზური მიმართულებით. ხო, აი ისევ აი ამ რეკონსტრუქციას თემა რო დავასრულოთ, დრილი. როგორ კეთდება დრილი და ეს დრილი, თქვა, ძუძუს რეკონსტრუქციის შემდეგ ისევე გრძნობი არის, ისეთივე მგრძნობი არია, როგორც ნამდვილი დრილი? სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში არა, იმიტომ რომ დრილის ფორმირება ხდება ადგილობრივი ქსოვილების გადანაცვლებით. და მისი ფერის შეფერილობის საბოლოო ფორმირება ხდება ტატუაჟით. ანუ ტატუთი. ტატუთი, ხო, ოღონდ ეს ბრტყელი მოცემულობა არ არის. ეს არის ზუსტად დაახლოებით იგივენაირი ვიზუალის მქონე ნაწილი სარძევი ჯირკვლის,
როგორც ვთქვათ, ჩვეულებრივი დრილი, თუმცა ხშირ შემთხვევაში მას ის ეროგენული თვისებები არ ახასიათებს. გზნობელობა შეიძლება იყოს, ეს რაც კანის ზედაპირში არსებული რეცეპტორების არსებობით არის განპირობებული, თუმცა აი სხვა გზნობელობითი თვისება ნამდვილად არ არის. ხო, ძალიან კარგია რომ ეს რეკონსტრუქციული ოპერაციები ტარდება, იმიტომ რომ აი როდესაც იდენტობის ნაწილზე ვსაუბრობთ, ქალის იდენტობის ნაწილზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქალისთვის, ხო? ამასთანაც სადღაც დიდ ონკოლოგიურ კონგრესზე ვიყავი და ფემინისტები იყვნენ გაფიცულები სხვათა შორის გარეთ კონგრესის მიმდინარეობისას და აპროტესტებდნენ რომ ვარდისფერი ლენტი არ უნდა კონდეს ცუდუს კიბოს ნიშანიო. რატო? ხო, აი რა ვიცი რაღაც ანუ ეს სქესის მიხედვით დაყოფა არ შეიძლება, იმიტომ კაცებშიც ხო არსებობს ცუდუს კიბო. ერთი ასთან. ხო, და კაცებში ბევრად უფრო აგრესიულად შეიძლება მიმდინარეობდეს ცუძუს კიბო ვიდრე ქალებში. დიახ, ერთი ასთან იშვიათია. აკეთებ, განკეთებ კაცის ცუძუ. ძალიან ბევრი და ძალიან აგრესიულია. რატო აგრესიული? არა რაღაცა სქესობრივი კუთვნილების გამო, ბოდიშ ვიხდი ფემინისტებთან. არამედ იმის გამო, რომ მამაკაცებში ძუძუს კიბო ვლინდება მეტწილად ძალიან დაგვიანებულ სტადიას. ადამიანი არ აქცევს ამას ყურადღებას. თulis რომ მამაკაცი თulis რომ შეიძლება იყოს ტრავმის შემდგომ, შეიძლება იყოს რაღაც იქ პატარა წყური, შეიძლება იყოს რაღაცა ძალიან ბევრ მამაკაცს ვერც კი წარმოუდგენია, არც კი იცის, არც კი გაუგონია, რომ შეიძლება იყოს მამაკაცში ძუძუს კიბო. თუმცა ის აგრესიულად მიმდინარეობს და მიმდინარეობს იმის გამო, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში ის დაგვიანებულ სტადიაზე არის იდენტიფიცირებული. დაგვიანებული სტადია ქალებშიც არის. აი მე მინახავს ჩემს, როდესაც აი კლინიცისტი ვიყავი, ჩემს კლინიკურ პრაქტიკაში მინახავს აი საშინლად დაწყლულებული ძუძუს კიბო. აი ძალიან მე მინახავს დაწყლებული ძუძუს კიბო ჭიებით. სამწუხაროდ. აი იყო ასეთი შემთხვევა, ერთ-ერთ იმაზე მივედი რა ქვია კონსულტაციაზე, მთხოვეს რომ მივსულიყავი, იმიტომ რომ არატრანსპორტაბილური ქალბატონი იყო, ძალიან მიჭირს ახლა ამის მოყოლა და თქმა, მაგრამ რომ მივედი და ავხადე, აი ფეხსახსრიანის განვითარების ეტაპები რაც ვიცით ჩვენ, ხო, დაწყებული ჭუპრიდან დამთავრებული ზრდასრულ ფეხსახსრიანამდე, ბუს გულისხმობ, ის მე აღმოვაჩინე დაწყულებულ ძუძუში. და ნუ ეს წარმოუდგენლად რთული გასახსენებელია ეხლაც ჩემთვის. არის საბედნიერო შემცირდა. ეს რაოდენობა ასეთი პაციენტების კი, თუმცა შემცირდა, დრამატულად შემცირდა. ეხლა მე რო ვიწყებდი ჩემ კლინიკურ აქტივობას და კლინიკურ პრაქტიკას, მაშინ ყოველი მესამე შემთხვევა თუ არა მეორე თუ არა მესამე იყო მესამე სტადიის აბსებიანი სიმსივნე. დღეს საბედნიეროდ ასეთი შემთხვევები მცირდება. ხო, მცირდება, მაგრამ სკრინინგის მოცვა მაინც არ არის ძალიან მაღალი. ძალიან ცუდი. აი რას ფიქრობ შენ? აი რატომ არ მიდიან? ანუ და სკრინინგული კვლევებით ყველაფრისაც თავიდან აცილება შესაძლებელია, ხომ? ანუ იგივე საშვილოსნოს ხელის კიბოს ეხება, ძუძუს კიბოს ეხება და კიდევ ბევრ სიმსივნეს, მათ შორის მამაკაცების სიმსივნეებსაც. ხო, აი რა არის დამაბრკოლებელი ქალისთვის, რომ მივიდეს და სკრინინგი ჩაიტაროს თავის ასაკობრივ ჯგუფში? რას ფიქრობ შენ? პირველი და რითიც მინდა რომ დავიწყო. ყველა შემთხვევაში მინდა ვთქვა, რომ სკრინინგ ცენტრებში ვინც მუშაობენ, ეს არიან არაჩვეულებრივი, მაღალი დონის სპეციალისტები. აი ეს მინდა რომ ხაზგასმით ვთქვა. მეორე, სკრინინგ ცენტრები აღჭურვილია ფანტასტიკური აპარატურით. არ არის ქართული რაღაც განსაკუთრებულობა იმაში, რომ ანუ საერთოდ ყავს საუბარი ხარ, რომ ქართული უფასო რატომ არის, იმიტომ არ მიდიან თუ ორგანიზაციული ხასიათი უნდა გქონდეს სკრინინგს. ანუ თუ ჩვენ ვართ მხოლოდ და მხოლოდ ოპორტუნისტულ მდგომარეობაში და არ არის ორგანიზაციული სკრინინგის პროცედურები, ამას სკრინინგის მენეჯერები კარგად ფლობენ ამას. ხო? ამ შემთხვევაში სკრინინგის ეფექტურობა იქნება ძალიან დაბალი. ეხლა ნახეთ რა ხდება. ქალაქის მოსახლეობაში თუ არ ავსწრებით 16%, ბოდიშ ვიხდი 26%-ია და სოფლად თუ არ ავსწრებით 16-18%-ია. მონაცემების მიხედვით მე რაც მაქვს, ხო, ერთი ქალი რო გადაარჩინო სკრინინგით
მოსახლეობის 60-65%-ის მოცვა უნდა გქონდეს. ხო, ანუ რაზე ვსაუბრობთ, ხო? სკრინინგს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, სტუდენტებს ამას უყვები, ხო? სკრინინგს აქვს გარკვეული ხარვეზები, რომელიც ყველა ქვეყანაშია, ხო? ეს არის სტატისტიკური ხარვეზი, ეს არის ჰიპერდიაგნოსტიკის ხარვეზი, ეს არის სხვადასხვა ტიპის ხარვეზები, ახლა არ აქვს ამას, მაგრამ მე ასევე მომყავს მაგალითი ერთ-ერთი ქვეყნის, არ დამასახელებინო, რომელი ქვეყნის, სადაც იყო ასეთი ისტორია, სკრინინგი რო შემოვიდა, ძალიან ბევრი ადამიანი საერთოდ არ დადიოდა სკრინინგულ ვიზიტზე. ამ ქვეყანამ მიიღო ეს კონცეპტუალური გადაწყვეტილება. პოლიტიკური შეიძლება, ცოტა არ ვიცი ახლა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით როგორ არის, მაგრამ დაურეკავდნენ მაგალითად, დაურეკავდნენ ქალბატონს, ეთქოდნენ რომ აი თქვენ უნდა მობრძანდეთ სკრინინგზე, ხო? ოღონდ მიაქციეთ ყურადღება, ეს არ არის ოპორტუნისტული სკრინინგი, ეს არის ორგანიზაციული სკრინინგი, როდესაც ურეკავენ, როდესაც ვიზიტზე აპატიჟებიან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუ არ მივიდოდა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოკეი, მაგრამ მას თუ დაემართებოდა სკრინირებადი ორგანოს სიმსივნე, მისი მკურნალობის ხარჯებს ფარავდა სახელმწიფო აღარ ფარავდა სახელმწიფო. ეს იყო სკრინინგში ჩართვის ერთ-ერთი სტიმულა პროვოცირებელი ფაქტორი. ხო, შენ არ დაასახელე ეს ქვეყანა, მე დავასახელებ, სავარაუდოდ ისრაელზე გაქვს საუბარი. არ ვიტყვი. ხო, სავარაუდოდ ისრაელზე გაქვს საუბარი და ხო, ნამდვილად ხო ამ მიდგომამ ნამდვილად გაზარდა სკრინინგის მოცვა, მაგრამ აი არ ვიცი, კულტურული თავისებურებების გასათვალისწინებელია ქართულ რეალობაში შეიძლება აქაც ამანი არ იმუშაოს. არ ვიცი, ვერ გეტყვი. ფაქტია, რომ მოცვა საქართველოში სკრინინგის ძალიან დაბალია, რაც ძალიან სულია და შენ ახლა მოყევი ისტორია, წარმოუდგენელი ისტორია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს დაწყვილებულ ძუძუში იყო ბუზის ჭუპრები, ხო? ამ ბუზის განვითარების ეტაპის ყველა ფაზა იყო წარმოუდგენელი სამწუხაროდ. ხო, ძალიან ძნელია, ხო და ალბათ მაინც საინფორმაციო კამპანიები და ცნობიერების ამაღლება მაინც უფრო მეტია საჭირო ამ დაავადებასთან მიმართებით, რომ ადამიანებმა გადადგან ნაბიჯი და აი ეს რუტინული სკრინინგი მესმის რომ შეიძლება გეზარებოდეს ხომ რაღაცა, მაგრამ აუცილებლად უნდა მივიდეს ნებისმიერი ხალი და გარდა ამისა კიდევ სკრინინგსაც რო თავი დავანებოთ, აი როდესაც რაღაცა ტიპის წარმონაქმს გასინჯავენ ხოლმე ხალები, მე ძალიან ხშირად სმენია, რომ იმის შიშით რომ რაღაც არ იყოს, უბრალოდ არ მიდიან ექიმთან. ხო, აი ეს დაწყვილებული ძუძუებიც რო ვახსენე, სწორედ ის არის, რომ ის დაწყვილებული ძუძუ ერთ დღეში ხო არ ჩნდება. მას წინ ძალიან დიდი ეტაპები გაივლიდა ეს ხალი, სანამ ამ მდგომარეობაში მივიდა. უბრალოდ არ მივიდა. გიორგი, მიაქცია ყურადღება სკრინინგთან დაკავშირებით, აქ მე ბევრი ექიმი ვიცი, რომელიც საერთოდ იძახის, რომ ვაქცინაცია არ უნდა გაუკეთდეს ეს შვილს. არადა ჩვენ ვიცით, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოწვევა 99%-ში, შეიძლება 97%-ში არის ადამიანის პაპილომა ვირუსი და ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო საშუალება გამოიგონა კაცობრიობამ და ეს არის ვაქცინაცია. მე ვიცი ექიმები, რომლებიც იძახიან, არა, არ არის ეს საჭირო. ეს რა თქმა უნდა ძალიან ცუდია. ეხლა, როდესაც ჩვენ ვაპარაკობთ პოპულარიზაციაზე, დიახ, უფრო მეტი და მეტი უნდა გაკეთდეს და საინფორმაციო საშუალებები, რომლებიც უზარმაზარ როლს თამაშობენ საზოგადოების განვითარების, ქვეყნის განვითარების დიდი წილი უნდა მოდიოდეს, ვთქვათ, სახელმწიფო დაკვეთაზე მომუშავე სტრუქტურებიდან ამ თემის პოპულარიზაცია უნდა მოდიოდეს, ეს აუცილებელია. წინამდელ შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 26, 28-მდე და გაჩერდება 30-ის პარგლებში და როგორც გითხარით 100% მოცვა არც ერთ ქვეყანაში არ არის მთელ მსოფლიოში. ეს არ არის. მაგრამ 20-იც ძალიან ცოტა ეს ქალაქის პირობებშია. ჩვენ თუ გვინდა გადავარჩინოთ ერთი ადამიანის სკრინინგით, მოცვა მოსახლეობის უნდა იყოს 65% და მეტი. ეს არის აი დაახლოებით ასეთი მაჩვენებელი. ხო, აი მოდი სტიგმებს რომ დაუბრუნდეთ, აქვე განმარტოთ, რომ ანუ ადრეულ სტადიაზე აღმოჩენას რა მნიშვნელობა აქვს, აი შენ როგორც ონკოლოგმა რო გითხრა, რომ რა მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ აი ჩვენ თქვით, რომ ადამიანებმა შეიძლება რაღაცა აღმოაჩინონ, სიმაგრე ნახონ, ან დროლის ჩაბრუნება ნახონ, ან გამონადე ინდრულისგან, ან რაღაცა ლიმნისებრი ქერქი, რაღაც ხორცლიანი ზედაპირი. ხო, თუმცა აი ამაინც არ მიდიან ხოლმე, ხო? რა მნიშვნელობა აქვს ადრეულ სკრინინგს? პირველი, ჩვენ თუ საუბრობთ სკრინინგზე, სკრინინგი ეს არის
პრეკლინიკურ მდგომარეობაში დაავადების აღმოჩენა. რას ნიშნავს? რომ ჩვენ აღმოვაჩინოთ დაავადება მანამ, სანამ ის გამოვლინდება თავისი კლინიკური ნიშან-თვისებებით. ეს ერთი. ადრეულ დიაგნოსტიკას რა უზარმაზარი ბენეფიტია? პირველი, ორგანოშემონარჩუნებელი ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობა. მეორე, ბევრ შემთხვევაში სისტემური მკურნალობისგან თავის არიდება. ანუ აღარ საჭიროებს ასეთი ადრეულ სტადიაზე აღმოჩენილი შემთხვევები ისეთ მძიმე და დამანგრეველ ხშირ შემთხვევაში მკურნალობის მეთოდებს, რომლებსაც ვიყენებთ ხოლმე შორსასრული შემთხვევების დროს. მესამე, მკურნალობის ეფექტურობა, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანი ამ დაავადებისგან განიყურნება. ხო? ჩვენ ახლა 90-იან წლებში რო ვიყოთ, როცა ჩვენ ვიწყებდით ჩვენს პრაქტიკულ საქმიანობას, ჩვენ ძალიან გვიჭირდა საუბარი იმაზე, რომ ონკოლოგიური დაავადებისგან შეიძლება განიკურნოს ადამიანი. ასეთ ტერმინს ძალიან იშვიათად ვიყენებდით ხოლმე. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, რომ პირველ და მეორე სტადიაზე დაავადება აბსოლუტურ დიდი albatoობით თითქმის 100% შეიძლება იყოს აბსოლუტურად განკურნებული. რამდენი ყავს ესეთი პაციენტი 100%? ძალიან ბევრი. და აი survival rate, აი რამდენ წელზე ვამბობთ, რომ უკვე გადარჩენილია და მას ნაკლები ჭირდება უკვე სკრინინგზე სიარული თქვა და კარგი კითხვა, სკრინინგზე სიარული არა, სკრინინგზე სიარულს დაუბრუნდეთ, მაგრამ ჩეკაპ. მოდი ასეთი რაღაცა ვთქვა. ანუ ძუძუს კიბოს მაგალითზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დაავადების დაბრუნების რისკზე, პირველი ყველაზე დიდი რისკი არის 2 წლის თავზე. 2 წლის თავზე ეს არის ყველაზე მაღალი პიკი და შემდეგ ეს მცირდება გარკვეულ დონემდე და პატარა პიკი არის 5 წლის თავზე. აი დაავადებას თუ გადააბიჯა ადამიანმა 5 წლის პერიოდს, ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვსაუბრობთ, რომ ამ ადამიანმა დაამარცხა ეს დაავადება. თუმცა მიაქციეთ ყურადღება, ახალი მონაცემებია, რომ ხშირ შემთხვევაში ეგრეთ წოდებული კეთილსაიმედო დასაწყისში, კეთილსაიმედო ჰისტომორფოლოგიური ვარიანტების დროს თუ დაპროგრესირდა დაავადება 5 წლის შემდეგ, ასეთი პაციენტის მართვა ძალიან რთულია. ანუ მარტივად გავხსნათ ახლა ეს ყველაფერი. რთულია. ანუ რას ნიშნავს? აპრიორი ქონდა კარგი ჰისტომორფოლოგიური ვარიანტი, ანუ არა ავთვისებიანი. არა, ავთვისებიან სიმსივნეებს ვსაუბრობთ. ავთვისებიანი სიმსივნის კარგი ჰისტომორფოლოგიური. ჰორმონ პოზიტიური სტატუსი, ჰერ ნეგატიური სტატუსი და ასე შემდეგ. გაიარა 2 წელმა, გაიარა 5 წელმა, მაგრამ მისი რისკი კლავაც ნარჩუნდება დაახლოებით 10 წლის განმავლობაში. ამა რა გამოიწვია ამ ინფორმაციამ? უცაბედად გამოიწვია ის, რომ თქვათ ჩვენ ანტისიმსივნური ჰორმონ თერაპიას, რომელსაც ჯერ ვატარებდით 2 წლის განმავლობაში, შემდეგ ვატარებდით 5 წლის განმავლობაში და დამთავრდა, დღეს ხდება პროლონგაცია ამ მკურნალობის დაახლოებით 7-10 წელი. რატომ? იმიტომ რომ ამ მკურნალობის პროლონგაცია იწვევს დაავადების დაბრუნების რისკის შემცირებას ერთი და პლუს ამისა, რომც შეწყვიტოს 10 წლის თავზე ან 7 წლის თავზე ეს მკურნალობა ანტისიმსივნური ჰორმონ თერაპია, ხო? მისი ანტისიმსივნური ეფექტი, კუმულაციური ეფექტი დაახლოებით 15 წელზე 15 წელს ფარავს. ანუ აი ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დაავადება განკურნებულია. ჰორმონოთერაპია ახსენე და ისევ ქალების რეპროდუქციულ ჯანმრთელობას რო დაუბრუნდეთ, ხომ? უყურე კიბო გადატანილ ქალებს რაღაც ცხოვრების რაღაც ეტაპზე უდგებათ პრემენოპაუზური პერიოდი და მენოპაუზაც, ხო? ყველა ორგანიზმი არის ინდივიდუალური და ყველა სხვადასხვანაირად გადააქვს ეს პერიოდი, ხო? და ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე ჰორმონალური ჩარევები, რომ ეს ეტაპი, ცხოვრების ეს ეტაპი ქალმა ისე შვიდად გაატაროს. კიბო გადატანილ ქალებში აი ამ დროს ჰორმონოთერაპიას შეიძლება დაინიშნოს თუ არ შეიძლება? შენ საუბრობ ჰორმონჩანაცვლების თერაპიას. ჰორმონჩანაცვლების თერაპია უნდა დაინიშნოს და შეიძლება დაინიშნოს. ცდარია მოსაზრებები ბევრ შემთხვევაში. მინდა გითხრათ, მინდა დაგპატიჟო 20 სექტემბერს ალბათ ჩვენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავატარებთ დიდ კონფერენციას, რომელიც ეძღვნება ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკის და მკურნალობის თანამედროვე სტანდარტებს და ცალკე სექციაა იქ რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ძუძუს კიბო და იქ ვისაუბრებთ ჰორმონალური ჩარევების შესაძლებლობებზე ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე ან ამ დიაგნოზის გადატანილ მქონე პაციენტებში და დღეს დიამეტრალურად განსხვავებული მოსაზრებებია. თუ
თუ თქვა ადრე ითვლებოდა რომ აი მოდი გავხსნათ ეს თემა ხო ადრე ითვლებოდა რომ ორსულ ქალს რომელსაც დაემართა რომელსაც დაუდგინდა ძუძუს კიბო უნდა შეეწყვიტა ორსულობა ერთმნიშვნელოვნად უნდა შეეწყვიტა ორსულობა უნდა გაკეთებული იყო მასტექტომია ჩვენ გვყავს პაციენტები რომლებსაც ჩვენ შეუნარჩუნეთ ორსულობა რომელსაც ჩაუტარეთ ორსულობის პერიოდში ქიმიოთერაპია მეორე მესამე ტრიმესტრი იყო ამ ქალებმა იმშობიარეს შემდეგ ჩავატარეთ ძუძუს კიბოს გამო სპეციფიური მკურნალობა, ოპერაცია, მათ შორის ორგანოშემანარჩუნებელი და ეს ქალები თავის არაჩვეულებრივ შვილებთან ერთად ცოცხლები და ბედნიერები არის. კარგი, დედობას შეეხედა, არის ესეთი მოსაზრება, არ ვიცი, რამდენად მტკიცებულებებზეა დამყარებული, რომ ლაქტაცია ძუძუთ იყვება, ამცირებს ძუძუს კიბოს განვითარების რისკებს. ასეა თუ არა? ასეა, ერთმნიშვნელოვნად. და ლაქტაციის ხანგრძლივობაც ასევე ამცირებს ლაქტაციის ხანგრძლივობა ასევე პროტექტორული მექანიზმებით ხასიათდება. ახლა არ ჩავწვდები ბიოქიმიას ეგრე გარკვეული ჰორმონების კონცენტრაციის მომატება და გარკვეული ჰორმონების კონცენტრაციის შემცირება ხდება, მაგრამ ამ დროს სარძევი ჯირკვალი არ იმყოფება ეგრეთ წოდებული ჰორმონალური სტრესის მდგომარეობაში, რაც ახლავს ქალის ნორმალურ ფიზიოლოგიურ ცხოვრებას. და ამ დროს ცუდი ჰორმონების კონცენტრაცია არის შემცირებული, რაც სარძევი ჯირკვალს იცავს პრაქტიკულად მის უჯრედებს არასამედიცინო ენით რო ვთქვათ, ავტისებიანი ტრანსფორმაციისგან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დიახ, თუმცა გადაჭარბებაც აქაც არ ვარგა, ხა არის შემთხვევები, როცა ჩემთან მოდიან 3 წლის, 4 წლის ბავშვი და ვაჭმევთ, ნუ ეს კბილები რო აქვს ბავშვს. ჯერ ესე იგი, ეს წარმოუდგენელი რაღაცა, რა თქმა უნდა არა, მაგრამ ნუ სადღაც 7-8 თვემდე ერთმნიშვნელოვნად 8 თვე არის ფანტასტიკური 8-დან 8 თვიდან 1 წლამდე ეს არის ძალიან კარგი. კარგი, უყურე ჰორმონები ვახსენეთ და ძალიან ხშირად ძუძუს კიბო კორელაციაში მოდის ხოლმე ფარისებრი ჯირკვალთან. ვისაც აქვს ძუძუს კიბო, რაღაცა ტიპის დაზიანება ხშირ შემთხვევაში, რაღაც კვანძი შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვალში. აი ენდოკრინული სფეროა და იმიტომ ენდოკრინული სფეროა. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე მინდა მითხრა ძუძუს კიბოს განვითარებაში და რა როლი აქვს მაგალითად ფარისებრი ჯირკვლის სკრინინგსაც აი ამ მიმართულებით. პირველი რაც უნდა ითქვას, რომ უკანასკნელ წლებში ჩვენ ვხედავთ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სიხშირის ზრდას, კატასტროფულ ზრდას საქართველოს მოსახლეობაში და განსაკუთრებით ქალთა პოპულაციაში. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეგრეთ წოდებული კეთილსაიმედო მიმდინარეობის მქონე ავტისებიანი სიმსივნების, კერძოდ პაპილარული კიბოს. ეს ძალიან კარგია ერთის მხრივ, ნუ ცუდია რომ ეს ამისთანა სიხშირეა, მაგრამ კარგია რომ მხოლოდ და მხოლოდ ვერ ავხსენით, მინდა გითხრა, რომ ვერ აიხსნა კონკრეტული სამეცნიერო რაღაცა მტკიცებულებებით ამ სიხშირის მატება. რაზე არ იყო საუბარი, ჩერნობილიდან დაწყებული, თქვა, სხვა თემებით დამთავრებული. თუმცა საბოლოო მტკიცებულებები ჯერ დადებული არ არის. ფარისებრი ჯირკვალი, საკვერცხე, ძუძუ ეს არის ერთიანი ენდოკრინული სამიზნე ორგანოები, რომლებიც ყველაზე მეტად მგზნობიარიანი არიან ჰორმონალური დისბალანსის მიმართ. და მართალია ქალთა ბევრ ქალბატონს, რომელსაც აქვს სარძევი ჯირკვლის პრობლემა, მას აქვს ხოლმე ასევე თანმხლები ფარისებრი ჯირკვლის პრობლემაც ზოგ შემთხვევაში კვანძოვანი წარმონაქმნების სახით და ჩვენ გვხვდება ასეთი შემთხვევები, როდესაც ეს არის ასოცირებული ძუძუს კიბოსთან. ცუდია რომ იგნორირებულია ხშირ შემთხვევაში ბევრ რატომღაც ბევრთან ეს რომ ძუძუს პრობლემების მქონე ადამიანებს არ უტარებენ ფარისებრი ჯირკვლის სკრინინგს და ეს ძალიან მარტივია, ხო, ჩვენ შეგვიძლია ეს არის ყველაზე მარტივი მეთოდი და ნებისმიერი ახალ წარმონაქმნის აღმოჩენის შემთხვევაში ძალიან მარტივი ღონისძიება, რომელსაც ქვია კონკრეტული ჰორმონების განსაზღვრა სისხლში და თქვა ციტოლოგია, ბიოპსია ამ წარმონაქმნის, რომ ადამიანმა იცოდეს, აქვს თუ არა ეგრეთ წოდებული სინქრონული პრობლემა. კაი, რამდენიმე მითი არსებობს ძუძუს კიბოს შესახებ და ამ მითებთან დაკავშირებით მინდა შეგეკითხო.
გავრცელებული ერთი მითის თანახმად ძუძუს კიბო უფრო ხშირად ვითარდება იმ ქალებში, ვისაც პატარა ზომის ძუძუ აქვთ, ანუ პატარა მკერდი. და უფრო იშვიათია იმ ქალებში, ვისაც დიდი ზომის მკერდი აქვს, მითია თუ რეალობა. და თუ არ არის ეს რა კორელაცია აქვს ამ გამონათქვამს? ეს მითია, თუმცა რატომ? იმიტომ რომ პატარა მოცულობის მქონე სარძევი ჯირკვლების მქონე ქალბატონებში ეს ჯირკვალი არის წარმოდგენილი ეხლა ეგრეთ წოდებული მაღალი სიმკვრივის სარძევი ჯირკვლის ჯირკვლით, ხო? სადაც ჯირკვლოვანი კომპონენტი, ანუ პარენქიმული კომპონენტი უფრო მეტია, ვიდრე, ვთქვათ, ცხიმოვანი კომპონენტი, განსხვავებით აი ქალბატონებისა, რომელთაც დიდი მოცულობის სარძევი ჯირკვლები აქვს. ამიტომ მოცულობასთან პირდაპირ კორელაციას არ აქვს რაღაც ესეთი კავშირი, მაგრამ კავშირია სარძევი ჯირკვლის პარენქიმის სტრუქტურასთან და სიმკვრივესთან ერთმნიშვნელოვნად. ეს ინდივიდუალური თავისებურებაა ქალბატონის სარძევი ჯირკვლის ინდივიდუალური თავისებურება. ყველაზე პატარა ასაკით პაციენტი ქალი რამხელა გყოლია ძუძუსკი 15 წლის 15 წლის პატარა ბავშვი. და პატარა ასაკის გოგოებში უფრო რთულად მიმდინარეობს, ხო? ნუ თვითონ ეს ფსიქოლოგიურად დამთგუნველია ყველასთვის, მაგრამ აქაც განსასაზღვრია დაავადების ბიოლოგიური თავისებურება. განსასაზღვრია ბიოლოგიური თავისებურება. კარგი. ყველაზე მოხუცი 94-ის. მაგრამ იქ რაღაც ჩაატარე რამე მკურნალობა 14 წლის ხალხს გაუკეთე ოპერაცია. არა, რამოდენიმე ქალბატონი იყო ასეთი ასაკის და უმრავლეს დაუნიშნეთ ანტისიმსივნური ჰორმონთერაპია და ისინი ბებენიერად აგრძელებდნენ ცხოვრებას. ხო. ზოგადად ისე კიბო რაც უფრო გვიან ასაკში განვითარდება, ხო, უფრო კარგი არის, ხო? მაინც. ჯობია რომ კიბო არ განვითარდეს, ხო? მაგრამ ალბათ რაღაცა კიბო მაინც არის სიბერესთან დაკავშირებული დაავადება, იმიტომ რომ თუ გული არ მოკლავს, ინსულტი არ მოკლავს, ნუ კიბო დაგემართება. რა თქმა უნდა, ათვისებიანი ტრანსფორმაცია უჯრედების არის დაკავშირებული ასაკთან და სიბერესთან. რა თქმა უნდა. ეგზოგენურ და ენდოგენურ ფაქტორებთან თავისთავად და ასაკთან ასაკის მატებასთან ერთად ადამიანის ორგანიზმში იზრდება, ან დაბერების პრობლემა არის ასოცირებული ათვისებიანი ტრანსფორმაციით. კაი, ეხა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს ეს თემა. აი კიბოს ევოლუციას გარკვეულწილად კიბოს ევოლუციაზე ჩვენ ვისაუბრეთ და ამ დაავადებას მე არ მახსენდება რაღაც ისეთი დაავადება, რომელსაც ასეთი დიდი ისტორია ჰქონდეს, ხო? აი ჩვენ ქართულ წყაროებს თუ ჩავიხედებით, აი კიბოს, აი სულხან-საბას ლექსიკონში კიბო მოხსენებულია სიტყვა ვარამი და აი ჭირვარამი, აი ეს ტერმინი მოდის სწორედ აი ამ ჭირთან და ვარამთან, კიბოსთან ასოცირებული ეს ნეგატიური კონოტაცია აქვს ამ თემის. ასევე მაგალითად რემბრანდტიზე რო ვთქვათ, ხომ ცნობილი ფოტოა, ხო, ცნობილი ფერწერული ტილო არის 1600 წელს დახატული ლურშია, სადაც ანუ ძალიან მკაფიო ჩანს იქ ქალის ხო, რომელიც ასიმეტრიული მკერდი, ქვემოთა ეს რაღაცა ეს ჰიპერემიული უბანი და ასე შემდეგ და კიდევ რა სხვადასხვა წყაროებში ვკითხულობთ, რომ შეიძლება თამარ მეფეც კი კიბოთი იყოს გარდაცვლილი, ხო? ვერაფერი ვერ ეშველა ამდენი ხნის განმავლობაში, ერთი დიდი წამალი ვერ გამოვიდა, რომ რაღაც ყველას, ვისაც ახლა სიმსივნე აქვს, ვისაც ამ დიაგნოზს უდგენენ, ყველას აქვს ისმის მოლოდინი, რომ ოდესღაც გამოვიდეს რაღაცა მედიკამენტი, რომ ეშველოს ამ კიბოს. ახლა ძალიან აქტუალური გახდა კიბოს ვირუსული ეტიოლოგია და კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინების კლინიკური კვლევებში ჩაშვება. ხო, ან ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად ადამიანის პაპილომა ვირუსი ახსენეს შენ და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრევენციული ვაქცინა საშვილოსნოს ყელის კიბოს წინააღმდეგ, ასევე ბ ჰეპატიტის ვაქცინა გვაქვს ჩვენ, რომელიც ასევე იცავს გვიძლის კიბოსგან ადამიანს. და აი რას ფიქრობ, აი ახლა ეს კვლევები, რომელიც 15 კიბოზეა, 15 ნოზოლოგიაზეა საუბარი, რომლებიც შეიძლება ვაქცინებიდან გამომდინარე შეიძლება მათი პრევენცია მოხდეს. არის ვაქცინები კიბოს მომავალი? მე გამიჭირდება ამაზე პასუხის გაცემა. ჯერ ვირუსული თეორია არ არის ახალი.
ვირუსული თეორია ძალიან ერთ-ერთი ხო, ერთ-ერთი ეს ძველი თეორიაა, რომელიც ავწევიან სიმსივნეების არმუშობის თეორიებს შორის. ხო, მაგალითად ეფშტეინ-ბარის ვირუსი ლიმფომებს იწვევს, თქვა B ჰეპატიტის ვირუსი ხო, კი. მეორე ცივილიზაციური პრობლემაა. მე სტუდენტებს რო ეკითხები, ეს არის თუ არა თანამედროვე მედიცინის პრობლემა? კი, რა თქმა უნდა, დიახ, ეს არის თანამედროვე მედიცინა, მაგრამ ეს არის თუ არა ცივილიზაციური პრობლემა? ხშირ შემთხვევაში ეს კითხვა ისმის. კიბო არსებობდა ადამიანის არსებობასთან ერთად. ის შეიძლება დაიბადა ადამიანის დაბადებასთან ერთად. და ის პრობლემა, ამას მეტყველებს, თქვათ, ის გათხების შედეგები, სადაც აღმოჩენილია არტეფაქტები, ძვლოვანი არტეფაქტები, რა თქმა უნდა, ადამიანებისა, რომელსაც ჰქონდა პირველადიან მეტასტაზური სიმსივნე. ხო? მოკლედ, ჩვენ რაზე ვსაუბრობთ? ავთვისებიანი სიმსივნურ უჯრედად ნორმალური უჯრედის გადაქცევისთვის აუცილებელი ეტაპების გავლა შეიძლება მექანისტიკურად ჩვენ დავიყვანოთ ორ ძირითად მომენტამდე. პირველი ეს არის პროტოონკოგენების მუტაცია ონკოგენებად და გენის სუპრესორების მუტაცია, რომელიც ეხლა რო ავხსნათ რა არის, ხო? აი, თქვათ, წარმოიდგინო წარმოიდგინო მანქანა. ხო, აი მანქანას აქვს ორი ძირითადი ნაწილი, ხო? ეს არის მოტორი, მოდი ასე ვთქვათ, რომელიც ამოძრავებს ამ მანქანას და არის სამუქრუჭე სისტემა, რომელიც გააჩერებს ამ მანქანას. და როდის შეიძლება ავარიაში მოყვეს ადამიანი ამ გაუმართავ მანქანით, როდესაც არ მუშაობს მოტორი, როდესაც ის მუდმივად აგენერირებს სიგნალებს, რომ მანქანა გადაადგილდეს, ეს არის პროტონკოგენი გარდაქმნა ონკოგენად და როდესაც არ მუშაობს სამუქრუჭე სისტემა, ხო, როდესაც გენის სუპრესორი არის მუტირებული, ამ შემთხვევაში ეს მანქანა რაღაცა ობსკურისკენ მიემართება. აი დაახლოებით აი ამ მექანისტიკურად ამ ორ ძირითად რაღაცა მომენტამდე, მაგრამ ავთვისებიანი სიმსივნური ტრანსფორმაციის პროცესი იმდენად მრავალეტაპიანი, იმდენად რთული და იმდენად ხშირ შემთხვევაში ამოუცნობია მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა გავშიფრეთ გენომი, ჩვენ ვიცით, თქვათ, რაღაცა კონკრეტული მიზეზები, კონკრეტული ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოშობის, რომ ასე ერთი ხელის მოსვლით მე გამიჭირდებოდა რაღაცა კონკრეტული ჩვენ თუ ვსაუბრობთ პრევენციაზე შესაძლებელი ერთმნიშვნელოვნად, რომ არა მკურნალობის, არამედ პრევენციის მიზნით, თქვათ, ვაქცინების გამოყენება, ამის მაგალითი გვაქვს. ხო, თუმცა ნახოთ, მომავალი ინდივიდუალიზირებულ მკურნალობა, მომავალი არის მთლიანად ინდივიდუალიზირებულ მკურნალობაზე. ყველა სიმსივნე განსხვავდება. ყველა ავთვისებიანი სიმსივნე, უბრალოდ მოსახლეობამ ეს არის ის, ან მოსახლეობას კიბოს რო ესმის სიტყვა, აი ამ განსხვავებებს, რომელიც მედიცინაში გარკვეული არ არის, ვერ გებულობს და ანუ ის ელის ერთ კიბოს წამალს. ხვდები? აი პანაციას, ერთ პანაციას ელის. ამიტომ ეს ერთი პანაცია ჯერჯერობით შორია, მაგრამ პრევენციული თვალსაზრისით თუ რაღაცა ტიპის ვაქცინები გამოვა, ხო, ფარმაცევტულ ბაზარზე, რომელიც სხვადასხვა ტიპის სიმსივნის პრევენციას მოხდენს, ეს ძალიან კარგი იქნება. ძალიან კარგი იქნება. ხო, იცი რა მინდა გკითხო, არსებობს აი ხოლია ისეთი პაციენტი, რომელსაც ძუძუს კიბოც ქონია და სხვა კიბოც, მაგალითად, პირველადი ძუძუს კიბო და თქვათ, ასევე პირველადი სხვა კიბო და რამდენიც ხშირია ასეთი შემთხვევები. ხო, ესე იგი ეს ჩვენ საუბრობთ პირველად მრავლობით ავთვისებიან სიმსივნეებზე, ეს არის პირველად მრავლობითი სინქრონული ავთვისებიანი სიმსივნეები, შეიძლება იყოს მეტაქრონული დროში, განსხვავებულ პერიოდში დიაგნოსტირებული. ყოლია ეს მეტწილად არის ფარისებრი, ეს არის საკვერცხე, ეს არის ეს რა ხშირ შემთხვევაში იყო საშულოსნოს ყელი და ძუძუ ერთად. მყავდა პაციენტები, რომელსაც ჰქონდათ ძუძუს კიბო და მსხვილი ნაწლავის კიბო ერთდროულად. კი, ეს არის. და ასეთი პაციენტები კომპლექსურ მიდგომას და კომპლექსურ მკურნალობას საჭიროებენ. და ასეთი პაციენტები საჭიროებენ ძალიან სერიოზულ დეტალიზირებულ მიდგომას სხვადასხვა სპეციალისტის მხრიდან, რომ შერჩეული იქნას მკურნალობის სწორი ტაქტიკა. ირაკლი, ყველა ის ადამიანი, რომელსაც ეუბნებიან, რომ შენ გაქვს კიბო, გადის ძალიან ღრმა და მძიმე ეგზისტენციალურ კრიზისს, ხომ? ანუ უმძიმესია, ხომ? აი შენ როგორც ექიმი ამხელა ამდენი წლის წარმატებული კლინიკური გამოცდილებით. აი რას ეტყოდი იმ ხალებს, რომლებსაც მაგალითად დღეს უთხრეს სკრინინგ ცენტრში, რომ ხო, ეს არის კიბო.
პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? რა თქმა უნდა, ეს არის მძიმე დიაგნოზი და ამ დიაგნოზთან შეჭიდება მოითხოვს სერიოზულ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალისხმევას. მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში და ეს დადასტურებულია, ეს ასია, უმრავლეს შემთხვევაში ეს დიაგნოზი რჩება რამოდენიმე წლის შემდეგ მხოლოდ და მხოლოდ დიაგნოზად და ამას ადამიანები იხსენებენ ხოლმე როგორც ძალიან ცუდ სიზმარს, ძალიან ცუდ სიზმარს. რთული გზა არის. თუმცა გადაფასებებიც ხდება რა. ალბათ მე არ ვიცი, მაგრამ იქიდან გამომდინარე რაც მე საუბრები მქონია ჩემ პაციენტებთან, პრინციპული გადაფასებები ხდება ძალიან ბევრი რამის. იმისი, რაზეც არ უნდა ვნერვიულობდეთ დღეს ჩვენ ადამიანები, რომლებსაც ეს დიაგნოზი არ აგვაქვს. არა და რა სიდებილეებზე ნერვიულობთ, ხო, აი რაღაც აი წარმოიდგინე ვიღაცას რაღაცა უხდეს და დღეს ჩვენ რაღაც შეიძლება ამ ჯანმრთელ ადამიანს ხო, რაღაც ესეთი ყოფითი მარტივი ბანალური პრობლემები. ამ ქალბატონებს თუ ბატონებს წარმატებას უსურვებ, რა თქმა უნდა, ამ დაავადებასთან გამკლავებაში უმრავლეს შემთხვევაში ეს შეიძლება ამ ადამიანმა არ გაიაროს მკურნალობის მთელი ეს რთული გზა და შემოიფარგლოს ქირურგიით და სხიურ თერაპიით, ქირურგიით და ქიმიოთერაპიით, ქირურგიით და ჰორმონოთერაპიით, ან რამე ქირურგიით და იმუნოთერაპიით. პრევენციული საშუალებები ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არიან ოჯახის წევრები ამ სიმსივნით დაავადებული ადამიანისა, ხო? აი ვთხოვდი მაგალითად მათ, რომ პირველ რიგში რომ მიაქცევენ ყურადღებას თავიანთ ახლობას, აი მეორე თუ მესამე დღეს თვითონ წავიდნენ და ჩაიტარონ კვლევები. იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ჩვენ ხანდახან მგონია რომ ეს შეიძლება არ დაგვემართოს. ეს ყველა ქვეყანაში, ყველა წამსის, ყველა სქესის, ყველა აღსარებლობის თუ რაღაცა სოციალური სტატუსის ადამიანს ეს შეიძლება დაემართოს. ხო, დაავადებებს ჩვენ არ ვირჩევთ, დაავადებები გვირჩევენ. ჩვენ და ასევე შენ ხარ კარაფსმეთ ლაინს წარმოადგენ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ მაგალითად იმ ქალებს, რომლებსაც უნდა ჩვილოსნობა, ხომ დღეს ძალიან კარგი შესაძლებლობები აქვთ, რომ მაგალითად კურნალობის დაწყებამდე თავიანთი ბიოლოგიური მასალის რეზერვირება მოახდინონ და შემდგომ უკვე კურნალობას რომ ჩაიტარებენ, ის გაყინული კვერცხუჯრედი გაანაყოფიერონ და თქვათ ან სუროგაციის ან თვითონვე შვილოსნობა შეძლონ და ეს კარაფსმეთ ლაინში ძალიან კარგად ხორციელდება. წარმოდგენილია ეს ჩვენთან ძალიან კარგი გუნდია გინეკოლოგების, რეპროდუქტოლოგების, რომლებიც მუშაობენ ბევრი წელია და ძალიან წარმატებით და ძალიან ბევრი ისტორია აქვთ წარმატებული кейსებისა, წარმატებული შემთხვევებისა, როდესაც თითქოს და აი ქალს აღარ ქონდა არანაირი შანსი იმისა, რომ გამხდარიყო დედა და ის გამხდარა დედა ასეთი მძიმე დიაგნოზის შემდეგაც კი. ამიტომ ჩვენ მნიშვნელოვანია საერთოდ გაიდლაინში ეს დევს, საერთაშორისო გაიდლაინებს გულისხმობ, რომ ქიმიოთერაპიის დაწყებამდე რეპროდუქციული ასაკის ქალბატონებში აუცილებელია ჩატარდეს რეპროდუქტოლოგის კონსულტაცია, რეპროდუქტოლოგის გინეკოლოგი. მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას სურვილი ეხლა ამ მომენტში შვილოსნობის, იმიტომ რომ შეიძლება იმდენად მძიმე სტრესი იყოს ეს ქალისთვის, როცა ამ დიაგნოზს გაიგებს, საერთოდ არ ფიქრობდეს რაღაც რეპროდუქციული ფუნქციის რეალიზებაზე და ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დიახ, ჩვენ გუნდში, ჩვენ ახალგაზრდა ქალბატონებს აუცილებლად ვაგზავნით რეპროდუქტოლოგთან ერთი კლინიკის ფარგლებში, მულტიდისციპლინარულად ჩვენ ამას გავდივართ. ძალიან კარგი. მე ვფიქრობ, რომ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ვცხოვრობ და ხელოვნური ინტელექტი აი ძალიან მალე მომდევნო 10 წლებში ძალიან რევოლუციურ მიღწევები გვექნება ზოგადად მედიცინის ყველა სფეროში და მათ შორის ონკოლოგიაშიც და ეხლა თუნდაც ამ უკანასკნელ 20 წელს რო გადავხედოთ ძალიან დიდი ძვრებია, ხო? ეხლა შენც ისაუბრე, ხო, აი ამ კიბოს კურნალობის ევოლუციაზე და მე ვფიქრობ მომდევნო 10 წელი ძალიან მნიშვნელოვანი ეპოქაში ვცხოვრობ, ძალიან საინტერესო იქნება სამედიცინო სფერო. დღეს კლინიკურ პრაქტიკაში რამოდენიმე ქვეყანაში და ჩვენ ალბათ უახლოეს პერიოდში მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას, ხო, ინსტალაცია მოხდეს ამ საშუალებების კონდა და გვაქვს გარკვეული მოლაპარაკებები, არსებობს მამოგრაფები, რომელიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით, სოფტით
და მას შეუძლია პროგნოზირება აბსოლუტურად ჯანმრთელი პარენქიმის პირობებში ალბათობის 99% დაადგინოს რა უბანში, რა პერიოდში შესაძლებელია ამ ქალს განვითარდეს ძუძუსკიბო. ეს ძალიან მაგარი რამეა. ძალიან მაგარი რამეა და წინ მედიცინაში ძალიან მაგარი რამეები გველოდება. მადლობა მინდა გადაგიხადო იმისთვის, რომ იყავით დღეს ჩვენი პოდკასტის სტუმარი და მე იმედი მაქვს, რომ ხო აი სპანაცია რაღაც ერთი წამალი კი, ხო, რთული იქნება, მაგრამ მაინც რაღაც ადრე ხალხი ფრინავ ხალიჩებზე წერდა იმაზე, ხო, ზღაპრებში და მეც მგონია, რომ და მე თვით ფრინავი გამოიგონეს და ადამიანები დაფრინავენ და მეც მგონია, რომ მალე მომდევნო 10 წელში რაღაც ძალიან დიდი მოხდება მედიცინაში. მეც იმედს ვიტოვებ. მადლობა. დიდი მადლობა. კარგად. დიდი მადლობა. და ეს იყო პოდკასტი ექიმ მიკროფონთან. ერთი რამე მინდა გთხოვო, რომ ჩვენს მაყურებელს გთხოვო, რომ ჩვენი YouTube არხი გამოიწერონ. აუცილებლად, ერთ მნიშვნელოვნად გამოიწერეთ YouTube არხი. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი ექიმ მიკროფონთან. გემშვიდობებით ერთი კვირით, მადლობა.